თავმჯდომარის ასარჩევად ადვოკატთა ასოციაციაში დღეს არჩევნების მეორე ტური იმართება. ხმის მიცემა თითქმის 1 საათის წინ დაიწყო და საღამოს 7 საათზე დასრულდება. არჩევანი ირაკლი ყანდაშვილსა და ირაკლი ჩოუმახაშვილს შორის უნდა გაკეთდეს. ნინი მაისურაძე აშუქებს არჩევნებს ადვოკატთა ასოციაციაში. ადვოკატთა ასოციაციის წევრები დღეს 4 წლის ვადით ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ ამ პოსტის დასაკავებლად კი მეორე ტურში ორი კანდიდატი ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი იბრძვიან. ხმის მიცემის პროცესი კი დილით ზუსტად 10 საათზე დაიწყო. ადვოკატთა ასოციაციის წევრები კი დილიდან აქტიურად მოდიან იმისათვის, რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და ხმა მისცენ სასურველ კანდიდატს. იმისათვის, რომ არჩევნებმა მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიაროს საარჩევნო პროცესს, 20-მდე დამკვირვებელი აკვირდება. პროცესის დაკვირვება ასევე მიმდინარეობს სამეთვალყურეო კამერებითაც. ხმის მიცემის პროცესი კი ზუსტად 7 საათზე შეწყდება, რის შემდეგაც უკვე ცნობილი იქნება ელექტრონული დამცველი აპარატების მეშვეობით. პირველადი შედეგები, შემდეგ კი პროცედურულად უკვე ბიულეტენების გადათვლა მოხდება. ხელით, რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე ორ კანდიდატს, ჩვენ ვესაუბრეთ მათ, ირაკლი ყანდაშვილს და ირაკლი ჩომახაშვილს. ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში პრიორიტეტულ საკითხი და მთავარი ძირითადი ერთ-ერთი, რაზეც ყურადღებას გამახვილებენ, იქნება ადვოკატთა უფლებების კიდევ უფრო მეტად დაცვა, ასევე ისინი ხელს შეუწყობენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, საგანმანათლებლო პროგრამებს და ყველა ის ნაბიჯი, რომლებსაც გამარჯვების შემთხვევაში კანდიდატები გადადგამენ, მიმართული იქნება ამ ინსტიტუციის კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებლად. ბოლოდინი დღევანდელი არის ცალსახად პოზიტიური ველოდებით კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას და ხვალიდან ამ პროფესიის განვითარების ფერხულში ერთად ჩაბმას. პირველმა ტურმა დაამტკიცა ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი, რომ თითოეული ადვოკატი ფიქრობს ხვალინდელ დღეს. მათ შორის ის აქტივობა, რაც პირველ ტურში დაფიქსირდა, რომელიც განსაკუთრებით დიდი იყო ვიდრე წინა არჩევნებში და მე კიდევ უფრო მეც ველოდები დღეს. მოლოდინები არის საკმაოდ მაღალი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე არის გარანტირებული. პირიქით ყველა ადვოკატი უნდა მოვიდეს და საკუთარი პოზიცია დაადასტუროს. ამ ეტაპისათვის საარჩევნო პროცედურა მიმდინარეობს 7 წყნარ ვითარებაში, მსგავსად პირველი ტურისა. საბოლოო ჯამში საარჩევნოებანი დაიკეტება 19 საათზე, რის შემდგომაც საზოგადოებას ჩვენს კოლეგებს ვამცნობთ ელექტრონული დათვლის შედეგებს. აღნიშნული შემდგომ გადავალთ რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებზე, კერძოდ ხელით გადაითვლება თითეული ბიულეტენი. ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცესი ზუსტად 7 საათზე დასრულდება.